პირველი უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. გვახსოვს რა ვითარება იყო ქვეყანაში შექმნილი, ვინ ამბობდა და ვინ ეწინააღმდეგებოდა რუსული რბილი ძალის შემოყვანას საქართველოში და შემოსვლას და რა პროცესები გამართა ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და 2012 წლის მერე ყოველ წელს ცალკე აღებული დადასტურდა, როდესაც 2012 წელს გამარჯვებისთანავე რუსი FSB-ს აგენტები შეწყალებით გამოუშვეს სხვა კრიმინალებთან ერთად. როდესაც კოდური სპეცოპერაციის ჩვენ ქართულ სპეცნაზელებს დაძდევდა რუსეთის FSB საქართველოს ტერიტორიაზე ივანიშვილის სუსის ხელშეწყობით და 8 ადამიანის ეგზეკუცია მოახდინა FSB-მ. როდესაც დაიჭირეს ჩვენი გენერლები, როდესაც ქვეყნიდან განდევნეს პოლიციელები, კონტრადორის თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განათლება საზღვარგარეთის სამხედრო სასწავლებლებში ჰქონდა. შემდგომ იყო 2018 წელი, გავრილოვის ღამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დრო არ გვეყოფა ნამდვილად და ფაქტია რომ როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ ის ამ თარიღის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის პუტინმა განაცხადა 2008 წელს რაც ვერ შეძლო რუსეთის ფედერაციამ იმას შეძლებს ქართული ხალხი და ივანიშვილმა ეს 2012 წელს 1 ოქტომბერს გააკეთა. მაგრამ დღეს უკვე სხვა რეალობაში ვართ. ნამდვილად თქვენი თქმის არ იყოს 13 წელი საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ ქართულმა ხალხმა ყველაფერი ზუსტად გაანალიზოს და სწორედ ის მომენტუმი არის შექმნილი, როდესაც ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებული არის და შეფასებული არის როგორც ივანიშვილის რეჟიმი, როგორც რუსული მმართველობა, რუსული ავტოკრატული რეჟიმი ქვეყანაში. ამიტომ არის რომ დღეს ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ის ცდილობს გამალებით ლეგიტიმაცია თუნდაც მცირე მაინც მოიპოვოს ვითომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების გზით და სამწუხარო არის რომ ზოგიერთი პარტია ამ პროცესებს ვერაფასებს ესე ვერ ხედავს და ამ პროცესში შეყოლილი არის ივანიშვილს წინასწარ განწირულ წინასწარ დამარცხებაში ასე ვთქვათ ხელი აქვს მოწერილი ასევე გასათვალისწინებელია რომ საერთაშორისო საზოგადოება დღეს საქართველოს უყურებს როგორც რუსეთის ვასალ სახელმწიფოს და აღარ არის საუბარი იმაზე რომ კანდიდატი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის და ასე შემდეგ. დღეს საქართველოს არ განიხილება საერთოდ გეოპოლიტიკაში, გეოპოლიტიკურ რუკაზე არ არსებობს, რისი მიზანიც ჰქონდა თავის დროზე ივანიშვილს. ამიტომ არის რომ 1 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გაერთიანების ასე ვთქვათ 4 ოქტომბერი გაერთიანების თარიღი და გამარჯვების თარიღი. მიხეილ სააკაშვილი, როდესაც 4 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მან პირადი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იცოდა რაზე მიდიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, გადადგმული იყო მისი თვალსაზრისით და თვალთახედვით, რომ ქართველი ხალხის და საზოგადოების გამოფხიზლება მომხდარიყო და იმიტომ რომ ვიცოდით მაშინ რა საუბრები იყო. ხო, კი, ცუდი არის ოლიგარქია, მაგრამ მაინც ევროპისკენ მივიწევ და შემდეგ, მაგრამ ეს ხო ნიღაბი იყო. და სწორედ ამ ნიღბის ჩამოხსნის პროცესი მოახდინა სააკაშვილმა, როდესაც ჩამოვიდა და პირადი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ჩასდა ციხეში, პუტინის ციხეში, ივანიშვილის საპყრობილეში და დღეს ბრძოლას აგრძელებს საპყრობილიდან. ამიტომ არის 4 ოქტომბერი თარიღი, როდესაც უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ აი ეს რუსული მმართველობა დავასრულოთ ამ ქვეყანაში, გავერთიანდეთ და ვიზეიმოთ 4 ოქტომბერი უნდა იყოს არა მარტო ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე, ეს უნდა იყოს ქართული ხალხის გამარჯვების და თავისუფლების დღე. ამიტომ ყველას მოუწოდეთ, რომ 100,000-ობით ადამიანი გამოვიდეთ და 100,000-ობით ადამიანმა იზეიმოს ქართული ხალხის გამარჯვების დღე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი წევრის კუპრავას დაკავების შესახებ შესაძლოა იყოს აღნიშნული ბრიფინგი და თუ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ლევან? ხო, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ ეხლა ამ ეტაპზე სანამ გადაცემაში მოვიდოდი არ გქონია, პირველად მესმის თქვენგან. ყოველ შემთხვევაში თუ დაკავების საბაბად კვლავ რაღაცა კუპრავას საჯარო განცხადებას დაუდებენ საფუძვლად, სადაც საუბარი მქონდა, როგორც მითხეს, საჯარო განცხადება ყოფილა კუპრავასი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ბოიკოტირების, ხელი შეშლის და ასე შემდეგ. ესეც პოლიტიკური განცხადება არის და არ შეიძლება პოლიტიკური განცხადება რაიმე სახის დევნის საფუძველი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით ამ ქვეყანაში, რომ
ლევან ხაბეიშვილის ბრალდება რა არის თუ არა საჯარო განცხადების გამო, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ადამიანის დაკავება და შემდგომ ბრალდების შეთითხვა. ამიტომ დღევანდელი სუსისგან ნამდვილად არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ფაქტი არის, რომ სუსი და საერთოდ ივანიშვილის რეჟიმი, სამართალდამცავი სტრუქტურები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და შიშის ქვეშ იმყოფებიან, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ 4 ოქტომბერს 100,000-ობით ქართველი გამოვა რუსთაველის გამზრზე, დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მზად არის მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები და იმოქმედოს კიდეც თუ ის ხელისუფლება გაბედავს და რომელიმე მოქალაქეზე ხელს აღმართავს. რადიკალურ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობთ? ის გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა იქნეს მიღებული და მე დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული, როდესაც 100,000-ობით ადამიანი შეიკრიბება, ეს იქნება მძლავრი პროტესტი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მოთხოვნა. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა არის, რომ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ლევან, ქართული ოცნების ლიდერების პასუხებიც დარწმუნებული ვარ მოსმენილი გაქვთ ამ და სხვა მიმართულებაზე. მაგალითად დღეს პაპუაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ვერავინ გაიქცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მან უცხოელებიც ახსენა და თქვა, რომ ყველა იმ უცხოელზე, რომელიც მოძალადეებს სოლიდარობას უცხადებს, ძალიან ხმამაღალი საუბარი გვექნებაო, რაღაც ახალი ტიპის ანონსი მოვისმინეთ, ცოტა უფრო მეტი ვიდრე იქამდე უთქვამს და ასევე კალაძე, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერს იგრძნობენ ისინი, ვინც გაბედავენ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამენ. ეს თქვენზე აი რა ტიპის გავლენის მქონეა ამგვარი ანონსი მათი მხრიდან? მათ შორის პაპუაშვილმა, კალაძემ და ქართული ოცნების ივანიშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ რეაგირება, რომელიც მათ უკანონო ქმედებებზე უნდა ჰქონდეს ქართულ ხალხს, აუცილებლად იქნება. იმიტომ რომ ჩვენ დღეს საზოგადოებას გვაცხოვრებენ იმ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში არ არის არც კანონი, არც სასამართლო, არც პარლამენტი, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ხელისუფლებას, ადამიანებს მიტაცებული აქვს ეს ხელისუფლება და იყენებენ ამას თავისი ჭკუის მიხედვით, არც კანონების მიხედვით. აგერ ჩვენ ნახეთ ბაჩიაშვილის შობლების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, როდესაც ბიზნეს უთანხმოება ივანიშვილსა და მის თანაშემწეს შორის გადაიქცა აი ესეთ პირადი რევანშის თემად და უკვე ოჯახის წევრების დაკავების გადაწყვეტილებას ღებულობენ და კანონმდებლობაში სვლის იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, ესეთ უკანონობაში. ის კორუფციული ფაქტები, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა და ჩვენი გუნდის წევრებმა გამოაქვეყნეს ამ თვეების განმავლობაში და დღეს ხელისუფლებას უწევს ამ კორუფციული, ასე ვთქვათ, გარჩევებით ადამიანების დაკავება, ეს ხო უკანონობის მთელი კასკადი არის. აი ამ უკანონობის გამო პასუხისმგებლობა ვის მოუწევს თუ არა მათ. ამიტომ ქართველი ხალხის რისხვის, ქართველი ხალხის სამართლიანი გადაწყვეტილებების მათ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ ისინი ამ ქვეყანას უკვე 13 წლის განმავლობაში კანონ გარეშე მართავენ. აი მე გელა ხასაიას თემასაც შევეხე, ესეც ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, ანუ პროკურატურაში ითქვა, რომ ორ პირს ბრალი წარუდგინეს ჯანმრთელობის განზრახ-ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. და გავრცელდა განცხადება, დაუწყება არასახელებს ხასაიას სახელს და მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით განცხადებაში არც დაკავებულების ინიციალებზე მიუთითებს. ლევან, თუმცა თარიღებით და ინფორმაციის შინაარსი. და საუბარი არის ფაქტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ საუბარია სწორედ გელა ხასაიაზე, ანუ ბრალი წარდგენა მოხდა ჯანმრთელობის განზრახ-ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. ეს ფაქტი მოხდა რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. ორი თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ხდებოდა, თუ რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, კრიმინალს ჰქონდა ადგილი, მანამდე მოახდენდნენ ამაზე რეაგირებას და ეხლა გაახსენდათ 4 ოქტომბრის წინ, რაც შეიძლება მეტი აქტივისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა მოხდეს და საზოგადოების დაშინება უნდა მოხდეს. ხოლო ამას ემსახურება და გელა ხასაიას ვინც იცნობს, ყველა მიხვდება რა აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე და არანაირი ადამიანების ცემა და მათ მიმართ რაღაცა ზიანის მიყენება და ამავდროულად გელას მხრიდან რომ ვერ მოხდებოდა ყველასათვის ცხადი არის და უბრალოდ ადამიანებს ეხლა ზეწოლა მოახდინეს მათ შორის ეგრეთ წოდებულ დაზარალებულებზე, დააწერინეს დასკვნები და შეათითქნეს კონკრეტული ბრალდებები. დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს აი ეს უკანონობაც, აი ეს უსამართლობაც, რომელსაც პროკურატურა, სასამართლო ახორციელებს საქართველოს მოქალაქეს მიმართ, ესეც დასრულდება. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები.